დღევანდელი სინოდის სხდომა არ არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ გამოირჩეს შემდგომი სამი კანდიდატი. დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭირო არის იმ დიდი სამუშაოსათვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენსუხრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი და წინსწრები იქნება ეს შემდგომი სინოდი გაფართოებული კრებისა. გაფართოებული კრება მოგეხსენებათ 40 დღიდან 2 თვის შუალედში უნდა ჩატარდეს, მას შემდეგ რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გარდაიცვალა, 100 არის დებულებაში. დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება, ამას სჭირდება გაფართოებული სხდომა და ამიტომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად დებულების მიხედვით, რაც გააჩნია საქართველოს ეკლესიას. რაც შეეხება საკითხებს, რომელზეც შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს დასაზუსტებლად, გეტყვით ერთ რამეს, რომ ყველა მღვდელმთავარი უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა დიდი სიყვარული აკავშირებს კათოლიკოს პატრიარქთან და მის დატოვებულ აი ამ ერთობას დიდი პასუხისმგებლობით გაუფრთხილდება. ასეთი არის განწყობა საერთო და უნდა ველოდოთ იმას, რომ ყველა თემა, რომელზეც შეჯერება იქნება საჭირო, სწორედ აი ამ ერთობის და პასუხისმგებლობის გრძნობით იქნება შეჯერებული. სინოდი შესთხოვს ღმერთს, რომ სულიწმიდის მადლით მოხდეს ყველა საჭირო საკითხების გადაწყვეტა, ისე როგორც შეშვენის ეკლესიას, ისე როგორც შეშვენის ქრისტიანულ ძმობას. სავარაუდოდ ამაზე თუ იქნება დღეს მსჯელობა. დღეს იქნება მსჯელობა ზოგადად იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი, ამიტომ მათ შორის შესაძლოა, რომ ამაზეც იყოს მსჯელობა. თუ დაისვა ეს საკითხი, რა თქმა უნდა. აი არა უმეტეს 60 წელსა ეს არის ერთ-ერთი განხილვის თემა. ამ შემთხვევაში თქვენ რეაგირებთ და ახლა მე ამაზე წინასწარ ვერ გეტყვით, რადგანაც ეს არის სინოდის სამსჯელო თემა, დაველოდოთ სინოდს, მე გამოვალ სინოდის სხდომის შემდგომ და ინფორმაცია არ მოგაკლდებათ. ერთსაც დავაზუსტებ, საღვთისმეტყველო განათლება. ამაში ახლანდელი დებულებით რა იგულისხმება ესეთ რომ ამაზეც იმსჯელებენ სინოდის წევრები. დააზუსტებენ. სწორედ ასეთი საკითხები არის დასაზუსტებელი. დღეს ამისთვის ვიკრიბებით, რომ როდესაც უკვე სამი კანდიდატის გამოსარჩევად შეიკრიბება სინოდის სხდომა ჩატარდება, აღარ იყოს იქ სამსჯელო ამაზე, არამედ ხო იმ სხდომაზე მოხდეს უშუალოდ არჩევა. მომდევნო სხდომა წმინდა სინოდის, სადაც სამი კანდიდატი უნდა გამოირჩეს. საპატრიარქოში ჩატარდება თუ შესაძლოა პროვოკაცია? არის საპატრიარქოში ჩატარდება. გაფართოებულ სხდომაზე იმსჯელებენ, სად უნდა ჩატარდეს. შესაძლოა საერთაშორისო არ იყოს. იმსჯელებენ და გეტყვით.